როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდი ვნახოთ მისი ფიქრები, დღევანდელი ენერგიები, საერთოდ რას ფიქრობთ და აქედან გამომდინარე გამოვიტანთ დასკვნებს თუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ და ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დავიწყოთ. ჯერ ვნახოთ მისი ენერგიები, საერთოდ რა ენერგიებში ეს ადამიანი. რა ენერგიებში ეს ადამიანი. და საერთოდ რას ფიქრობთ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით? ესე იგი თავარი მისი ენერგიები. თავარი მისი ენერგიები, რა თქმა უნდა, რაღაცა დიდად ხასიათზე ვერ არის მთლიანობაში, როგორც თქვენს მიმართ, ურთიერთობის მიმართ და საერთოდ ისედაც. მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ მე ვუყურებ რაღაცა სიზარმაცის პროგრამებს, ადამიანი ელოდება ყველა სფეროში წარმატებას, მაგრამ რეალურად არაფერი არ გამოვიდა, თუმცა მან ამაში რაც შეიძლება მაქსიმუმი გააკეთა. მაგრამ თითქოს მე მაინც ვუყურებ, რომ დროულად არ გამოდის ამ ადამიანს მიიღოს გადაწყვეტილება, პოტენციალი აქვს უდიდესი, მაგრამ არ იღებს. ეთყობა, რა ვიცი, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და რაღაცა პასიურად აღონებულია, არა, მე დარწმუნებული ვარ, ხომ ადამიანს პირად ურთიერთობაში არაფერს თავი არ ექნება იმ კუთხით, რომ მაგალითად, როცა ადამიანი მთლიანობაში რაღაცნაირად აკეთებს, ჯახირობს და მე არაფერი არ გამოდის, ყველას თავისი მოლოდინები და ახსნები აქვს და ეხლა რომ მოვიდეს თქვენთან რამე მოგწეროს, რა თქმა უნდა, გაგიფუჭებთ ხასიათს, იმიტომ რომ თავის თავში ვერ არის გარკვეული ბოლომდე. კარგი, ვნახოთ. ამ ურთიერთობის მიმართ რა ხდება, რა რას ფიქრობს ამ ურთიერთობაში? ხომ გითხარით, ესე იგი თვითონ თუ რამე არ გამოსდის. ესე იგი ისეთი გზნობა მრჩება, რომ არის ის გარჩევა პირადია და მისი რაღაცა გეგმები და პროექტები კიდე ცალკე ცხოვრება სხვა რაღაცაა. რაღაცა გაყოფილი აქვს ამ ადამიანს ფიქრები თქვენზე. ხან უნდა ყველაფერი, ხან ვერ გაიგებ რა უნდა. მაგრამ მთლიანობაში სიხარულს და ბედნიერებას ვერ გრძნობს. მაგრამ აქ როგორი რაღაცა იცი? ვერა არ ითქმის, არ გრძნობს, იმიტომ რომ უნდა არის კარგად, უნდა არ არის კარგად. უნდა უყვარხარ, როცა უნდა არ უყვარხარ. რაღაცა პოხონდრია ტიპაჟის ხასიათი მომდის მეაქ. გაბრაზებულია ყველაზე და ყველაფერზე. თავზე ძალიან დიდი წარმოდგენით, რა თქმა უნდა, თუმცა ამ ურთიერთობაში არის და უნდა იყოს, იმიტომ რომ უნდა იყოს, მაგრამ ვერ გავიგე ამის მონაწილეობა, უნდა იყო, მაგრამ თუ ხან გინდა, ხან არ გინდა, არ ხარ კარგად, არ გახარებს ეს ყველაფერი, მაშინ რა ხდება? ყველა ჭირდება ეს ემოცია. გავიგეთ, რომ ემოცია აქვს მაინც და თქვენს მიმართ დამოკიდებულებაში კი არ არის საქმე, მის ხასიათშია საქმე. მის ხასიათში თუა საქმე, მაშინ თქვენ უნდა დაფიქრდეთ ახლა ესეთი ხასიათის ადამიანი რამდენად გჭირდებათ. რა გადაწყვეტილებას მიიღებ? გადაწყვეტილებას რაც შეეხება არის ნერვიულოთ. საერთოდ მე ვფიქრობ, ცხელგულზე რასაც იტყვის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდად მაგას დაეყრდნობით, იმიტომ რომ მაინც თქვენსკენ არის ყველა მისი გზები. კი შეიძლება ახლა იყოს გაყოფილი, იმიტომ რომ მაინც უყურებთ ჩვენ აქ რომ ერთი მხარე შენსკენაა, მეორე მხარე რაღაცნაირად სხვა მხარესაა, სხვა მხარე ახლა თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე იმსჯელეთ. მაგრამ ეს გზა, რაც მოდის თქვენსკენ, მისი დამოკიდებულება სრულად გააზრებული აქვს, რომ ჭირდები, სრულად გააზრებული აქვს ის, რომ ეს არის საბედისწერო კარმული ურთიერთობა, ახლა კარმული ისე ქვია, ცოტა გაიცვითა ეს ფრაზა, თორე
შეიძლება ასე არ იხსენიებდეს ამას ლექსიკონში. მეტი შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მე ვერ ვგებულობ რატომ აკეთებს დოზირებულად. ყველაფერი რაღაც ჩაის კოვზით არის პროგრესი, პატარა. ძალიან თავდაჯერებულია ჩემი აზრით და იმიტომ, თქვენ რომ მაგალითად დეფიციტში იყოთ და ეს თავდაჯერებულობა ცოტა შეურყიოთ. ამ შემთხვევაში რა მოქმედება ექნება? ამ შემთხვევაში მოქმედება როგორი ექნება? ეს იქნება მისთვის შოკი, ეს იქნება მისთვის გულის ტკივილი და რა თქმა უნდა, ეს ისეთი ადამიანია, მოწყენას და გაბრაზებაზე რო არიან დასწრებული, დაგასწარი, მე დაგასწარი გავიბუტე და всё, ეხლა შემოატრიალა ჩემი გული. ამიტომ რაღაცა ეს კარგი იდეა ამასთან არ არის, გადაერთვება სრულად თავის ყოველდღიურობაში და მე ისევ თქვენ ჩაგაგდებთ მოლოდინის რეჟიმში. ანუ ამასთან ეს მანერა ქცევის არ გადის. როგორც ვამბობ ხოლმე, რომ ეჭვიანობა მაგალითად თუ ეჭვიანებ ადამიანს, ყველასთან ეს არ გაჭრის მართლა გეუბნები. ახლა ზრდასრულ ნორმალურ ადამიანთან, სადაც ხანისია ყველაფერი და ხანასია, რაღაცა ვფიქრობ ნორმალურიანით უნდა დიდების ენით უნდა მოაგვაროთ ყველაფერი. და შენ თუ აეჭვიანებ, ის იქვე, როგორც ხალი, ისევე მამაკაცი დაგისვათ წერტილს. მე ვაკ ხა ზრდასრულ ადამიანებზე საუბარი და არა TikToker-ებზე და რაღაცა ამ ბმულებით რო არიან, რაღაც ამით რო ხსნიან და საუბრობენ. ჩემი ერთი რჩევა იქნება გოგოებო. ეცადეთ რომ მამაკაცი TikTok-ში არ იყოს. არავის არ გამოადგება. და მაგ ბმულებს თუ უყურებს კიდე. გრძნობა. ნახოთ ერთი გრძნობა. ახლა კი ჩვენ რაც გვინდა ის არ ამოვიდა, მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა ვთქვათ, რომ ახლა გრძნობა არ აქვს. უბრალოდ ვიტყოდი, რომ არასასურველი დრო არის, არასასურველი რაღაცა სიტუაციები ხდება და არეულია ყველაფერი. არეულობას განიცდის, ცდილობს რა თქმა უნდა, ცოტა თავი მაღლა ასწიოს და წინ იაროს. კარგი ხასიათია, ძვირფასი ხასიათია, მაგრამ აწუხებს ეს ურთიერთობა. გაურკვევლობა, რომელიც არის თქვენ შორის, შენ გრძნობა მისგან არ ყოფნის, ანალოგიურად ის ვერ გებულობს შენ გრძნობას, რაც ყველაზე ცუდია. ორივეს ერთმანეთის მიმართ გაქვთ გრძნობა, მაგრამ საერთო ენა არ აქვს ამ გრძნობას, რომ მაგალითად რაღაც გასაგებ ენაზე ისაუბრო, სადაც სიყვარული და გრძნობა როგორი არეულიც არ უნდა ილაპარაკოთ, ანუ ყველა მაინც მიდის ერთ შეჯამებამდე. გებულობთ ამ ყველაფერს, მაგრამ აქ სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. შენი სიყვარულის ენა არის სხვა და ხედვაც ანალოგიურად მისი სხვა არის. ამიტომ დაფიქრებულია ამ ყველაფერზე, ზუსტად ამ გაუგებრობიდან გამომდინარე, ძალიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები ხართ და როცა უკვე უყურებთ, ხო, ჯობია რომ არ შეასხდე, რადგან ეს არც არ შეძლოს ახლა რო თქვა, რომ სიყვარულის გამო შეიცვლება და ჩემს გამო, და გირჩევთ, რომ ამაში ბევრი დრო არ დახარჯოთ. რჩევა თქვენთვის. მთლიანობაში. ეცდები გამოიყვანო ემოციაზე. ანუ ეს ადამიანი, როგორი იცი, რაღაცა თავისებურად, თითქოს დიდად არავის არ ენდობა და ესე სულში რო ხელები უფათურო, რაც არ უნდა მისი ძალიან ახლობელი იყო, მაინც არ მოეწონება. ამიტომ კითხვები, რაც კი გაგაჩნია მასთან და ურთიერთობაში ზოგადად, ხო, ჯობია რომ არ შეაწუხო, ეს ადამიანი არის, არ შემაწუხო. ამიტომ რა თქმა უნდა არ ღირს კითხვების დასმა და მიეცით ამ ურთიერთობას დრო ყველაფერზე გაგცემთ პასუხს. თითონაც, ანუ ამ ადამიანს ჭირდება საუკეთესო მომენტი, საუკეთესო დრო, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი დაალაგოს. რადგანაც თქვენ გრძნობაში ისეც ამოგივიდეთ, რომ ვერ აგვარებთ ვერაფერს. ალბათ პირველი მცდელობა არ იქნება ამ გაშლილ მსჯელობ. რო გისაუბრიათ, გიგამათიათ, მაგრამ ერთი და იგივე მეორდება და მე უფრო და უფრო იწევა საერთოდ ხმის ტონი. ამით არაფერი არ იცლება. ამიტომ საუკეთესო მომენტზე დროს დაელოდეთ და დრო მისით მოგცემთ თქვენ იმ შანსს, რომელიც ძალიან ცხადი იქნება. და მე ახლა თქვენ ამ შანსს გამოიყენებთ თუ არ გამოიყენებთ, რა თქმა უნდა ეს ცალკე ისტორია. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.